რა რეალობით სრულდება პოლიტიკური სეზონი, უამრავი პოლიტიკური პატიმრით, რეპრესიებით, მუქარებით და მოლოდინით, რომ სექტემბრიდან ეს რეპრესიები კიდევ უფრო გამძაფრდება. სწორედ ამ კითხვით დავიწყე ელენესთან საუბარი, ველოდით, რომ სასამართლო პროცესები, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის გარშემო დასრულდებოდა აგვისტოში, მაგრამ სექტემბრამდე გადაიდო მოულოდნელად. ელენეს ამ საქმის ფარგლებში მრავალი წლით ემუქრებიან რატომ გადადეს შემოდგომისთვის ეს სასამართლოები და მთავარი, როგორია ელენე ხოშტარიას მოლოდინი, იქნება სექტემბრიდან თუ არა ახალი დაჭერები. პირველ რიგში მინდა დავიწყო, რა თქმა უნდა, მედიის მიმართებით პირველი უდიდესი მადლობა ჟურნალისტების, კონკრეტულად ინდივიდუალურად მთლიანად ტელეკომპანიის თქვენი ფორმულა კავკასია, რა თქმა უნდა, დიდი მადლობით მხარდაჭერით და ძალიან კარგად მისმის თუ რა ტიპის ხართ თქვენ. რაღაცნაირად ზოგადად ესე იცვლება, რომ მეტ სოლიდარობას ვიმსახურებთ ჩვენ პოლიტპატიმრები და სინამდვილეში აბსოლუტურად არანაკლებ ბრძოლაში ხართ თქვენ. უბრალოდ სხვადასხვა ტიპის განსაცდელი გვაქვს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის სიძნელეები გვაქვს, მაგრამ აბსოლუტურად არანაკლები თქვენ და ზოგჯერ არ ჩანს ხოლმე და რამდენი ფასად გიჩნდებათ ეს ყველაფერი და ამიტომ მართლა ძალიან დიდი აღფრთოვანება და მხარდაჭერა მინდა გამოვხატო და მადლობა მათ შორის ჩემი მხარდაჭერისთვის მოვიკითხავ, რა თქმა უნდა, ახლობაძეს გოგოებს, რომლებიც ეხლა კლერებს ყველას, ვინც ეხლა არის უშუალოდ სიტყვის აზრის გამოხატვის მსხვერპლი. დავიწყოთ ინტერვიუ, ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მნიშვნელოვანი პლატფორმა. პირველი საბოტაჟის საქმეს რაც შეეხება იცით, ზოგადად პირდაპირ გეტყვით ძალიან გულწრფელად, რომ აბსოლუტურად არც ჩემ საქმეზე და არც საბოტაჟის საქმეზე არათუ არ მიფიქრია, რამდენს მოგვიჭერა, როგორ მოგვიჭერა. საერთოდ ჩემ ტვინში და გულში ამ საქმეების მიმდინარეობა არის მე-1000 ხარისხოვანი. და ამას მართლა სიმართლეს ვამბობ და იმით არ ვამბობ, რომ მაგარი ტიპი ვარ თქვა და ჩემ ვერსია გარეთ ვიქნები თუ შიგნით. რა თქმა უნდა, არ არის სულ ერთი, მინდა გარეთ, მაგრამ აბსოლუტურად მაგ გაცნობიერება არის საკითხები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ჩვენი ყველას მანიპულირებას. ანუ მას უნდა რომ ჩვენი ფსიქო რაციონალური მდგომარეობა ორივე იყოს დამოკიდებული იმაზე, ის როდის რაც გადაწყვეტს. ხან კარგ გადაწყვეტს, რაღაცა გამოუშვა, კი რა. ხან უცებ მე არა, ეხლა ეს დაიჭირა. ჩვენ მე ვხედავთ, ამას ვაანალიზებთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი გასაანალიზებელია, მაგრამ მე მაქვს ჩემთვის ძალიან მკაფიოდ გადაწყვეტილი, რომ ჩემი დღის წესრიგი არც 1 მილიმეტრი არ იქნება დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილის არც და არც ცუდ გეგმაზე. აქედან გამომდინარე, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემი განაჩენი იყო საერთოდ ჩამეძინა და მე გავიგე. საბოტაჟის საქმე საერთოდ მავიწყდება ხოლმე, რომ მეც მეხება. მარტო იმ კუთხით მაინტერესებს, რომ მართლა ძალიან ვამაყობ, რომ დასავლეთთან და უკრაინასთან ურთიერთობისთვის მასამართლებენ და გარკვეულ პარალელებს ვავლებ, მათ შორის ისტორიულს, თუ რამდენად საამაყოა, რომ ამ დროს ჩვენ მართლა შეგიძლია, რომ ქვეყნის რეალური ინტერესებისთვის, მათ შორის ციხეში იყოს. ამ აბსოლუტურად ჩემს ათვალავში ის რაც გადაწყვეტს არ არის. მეცაც გეტყვით. აი ჩამოყალიბდეს ესე, რომ ბიზინამ სანამ ბიზინა არის ვიქნები ციხეში. აი ეს კი მიღებული. არანაირი პრობლემა არ არის მას რა შეუძლია? მას შეუძლია ტექნიკურად, ფიზიკურად სადღაც ჩამსვას. მაგრამ მას ბევრი რამე არ შეუძლია და აი რაც არ შეუძლია, იმაზე არის მიმართული ჩემი ენერგია. უბრალოდ რაც მე შემიძლია მისგან დამოუკიდებლად, იმაზე არის მიმართული ჩემი ენერგია. ამიტომ დაჭერებზე წარმოდგენა არ მაქვს, უფრო ვთვლი, რომ სავარაუდოდ კი, სხვაებსაც შემოაბრუნებს, მეც მომისჯის და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა დავგეგმოთ ჩვენი ბრძოლა და ეს არის სრულიად შესაძლებელი. ელენეს ვეკითხები, თუ მუქარას სისრულეში მოიყვანს ოცნება და ყველას მიუშჩიან პატიმრობას, 15 წლამდე ციხეზეა საუბარი მის შემთხვევაში, ზურა ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის შემთხვევაში 15 წლამდე, თუ ყველანი ციხეში იქნები, თუ აიკრძალება პარტიები, მე როგორ წარმოგიდგენია პროცესების გაგრძელება, გასაგებია რომ ციხიდან ბრძოლას არანაკლები ძალა შეიძლება მიეცეს ვიდრე თავისუფლებაზე, მაგრამ თუ გაქვს წარმოდგენილი
დაწყებული, მერე როგორ ვითარდება პროცესები. რა არის დღეს ოპოზიციის გასაკეთებელი და რა ვერ არ კეთდება. გასაგებია, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამასობაში სულ უფრო მეტი ადამიანი სვამს კითხვას, თუ არა ოცნება ვის მივცეთ ხმა. ამას ხელს უწყობს დაუსრულებელი დაპირისპირებები ოპოზიციურ ფლანგზე, თუნდაც იმ ალიანსში განვითარებული პროცესები, რომლის ნაწილიც ხარ შენ, ელენე, რა იქნება სამოქმედო გეგმა. ბოლო პერიოდში ისევ დაიწყო დისკუსია ოპოზიციურ ფლანგზე, უნდა გავიდეთ თუ არა არჩევნებზე, თუ ივანიშვილი არ დათმობს და ვერ მივაღწევთ სამართლიან არჩევნებს. არსებობს ორი გზა, ან არჩევნები, ან რევოლუცია. რევოლუცია ჯერჯერობით არ გამოდის, თუ ისევ არჩევნების ბოიკოტირება მოხდება, ეს რამდენად სწორი იქნება, რა შედეგს მოგვიტანს. არ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში და კი ოცნება აღმოჩნდა საერთაშორისო იზოლაციაში, მაგრამ ხელისუფლებაშია ისევ და ჯერჯერობით კი ინარჩუნებს მართვის ბერკეტებს. რომელია სწორი გზა? მოვისმინოთ ელენეს პასუხი. რა თქმა უნდა, უფრო რთულია ბრძოლა, როცა ციხეში ხარ ვიდრე გარეთ. მე არ ვარ ციხეში ყოფნას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და გინდა შეგნით იყავი, გინდა გარეთ, მაინც იბრძოლებ არა. სხვადასხვა ფორმები არის ბრძოლის, გარეთაც არის ხალხის საჭირო, მათ შორის ქვეყნის გარეთაც, თავისუფლებაზეც ციხიდან შესაძლებელია ბრძოლა. ყველაზე მთავარი არის არა ის, სად ვარ ტექნიკური, არამედ რა ფორმაშია მთლიანად ოპოზიცია. მიუხედავად იმისა, ხარ აკრძალული თუ არა, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს ტექნიკური აკრძალვა ჩვენ არაფერს არ ვის ხო რეალურად, უბრალოდ ეს არის განაცხადი, რომ შენი არსებობა ჩემთვის მიუღებელი, ეს განაცხადი ჩვენ მიღებული გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის აკრძალვის და დაჭერის მომენტში. მიუხედავად იმისა, ფიზიკურად სად ვარ, რა ფორმაშია მთლიანად ოპოზიცია, ის იბრძვის თუ იცდილობს უბრალოდ გაექცეს ბიძინას აი ამ რაღაცა ნაჭახს. აი ეს არის არსებით. მე ამიყარებ ზუსტად, ამიტომ იმაჩნია, რომ ჩვენ ბიძინა რას გვიზამს, კი არა, ყველაზე ცუდი ჩავთვალოთ, რომ გვიზამს ჩვენ რას ვაკეთებთ, რა ფორმაში ხვდებით ციხიდან, ქვეყნის გარედან, რუსთაველიდან, ოფისიდან, თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, რა ფორმაში ყველა ერთად წინც ვიბრძვით, ყველა ოპოზიცია, არასამთავრობო აქტივისტები, რა ფორმაში ხვდებით და რა ამოწაყანებით ხვდებით ამ სისტემას. და გადავდივართ მთავარ საკითხზე. აქაც თქვენ რა თქმა უნდა მეკითხებით, რა არის გზა, ხო? ანუ არჩევნები თუ არა არჩევნები. პირველი და ბუნებრივი ხალხის გულისწყრომა, რომ ბიძინა არაფერს არ დათმობს და რატო გონია, რომ დათმობს, ვართ რაღაცა ესე არჩევნებს მოუქცევთ, ან რატო გონია, რომ საერთოდ რამეს დათმობს. პირველ რიგში ბიძინაზე ზეწოლა ნამდვილად მოქმედებს და ამას ეხლა ჩამოვთვლი, რაში მოქმედებს. მაგრამ აქ საკითხი იმაზე კი არის, ზეწოლა მოქმედებს თუ არა. საკითხი არის როგორ ზეწოლას ვახორციელებთ, რამდენად ეს არის ის მაქსიმალური ზეწოლა, რასაც ჩვენ ზად შეგვიძლია დავახორციელოთ და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, მასზე მოქმედებს თუ არა. მაგალითად, ზეწოლამ თავის დროზე მოიტანა ის შედეგი, რომ მან არ უნდოდა და შეიტანა კანდიდატის სტატუსი. ზეწოლამ თავის დროზე მოიტანა და მას მოუწია პროპორციული არჩევნების დათმობა. მერე გადაეწყო, რა თქმა უნდა, კი არ ვამბობ, რომ ამით ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ მე ვამბობ, რომ კონკრეტული ზეწოლა შედეგის მომტანია, თუ ის არის მაქსიმალური, ოპტიმალური და ძლიერი. ზეწოლა მოიტანა ხევრი კაბინეტი დაჭერილი ყავს, ზეწოლა მოიტანა ის, რომ მას უწევს ძალის ხელოვნური დემონსტრირება, როგორიც არის ეს რაღაც კომიკური ბიჭი, რომ გამოვლებდა ტეხილი, უნდა ვიბრძოლო ქუჩაში, რო თქვა, ხო, ანუ ეს ხო ხელოვნური ძალის დემონსტრირება არის, ეს არის რაღაცა მე სიტყვისთვის დაგიჭერე, ესეც ხელოვნური ძალის დემონსტრირება არის, მას უწევს ამ ყველაფრის კეთება, სწორედ იმიტომ, რომ ეს ზეწოლა მასზე მოქმედებს. ზეწოლა მოქმედებს. ეხლა მთავარი საკითხი არის, რომ ამბობთ დათმობს თუ არ დათმობს. ბატონმა სხვა შორის ვიქტორმა ყიფიანმა, რომელიც ინიციატივაზე ძალიან დიდი სიამოვნებით ვისაუბრე, ბატონმა ვიქტორმა თქვა ერთი ყველაზე სწორი რამ. იმისთვის რომ ჩვენ ვთქვათ მოქმედებს თუ არა, ჩვენი სამუშაო საშინაო დავალება უნდა. ამიტომ მას შემდეგ რაც მე მეწოდინება, რომ მე როგორც პოლიტიკოსმა, მე როგორც ოპოზიციონერმა, ჩვენ როგორც ოპოზიცია და ჩვენ როგორც საზოგადოება მაქსიმალური ზეწოლა ხორციელებთ. აი მე თუ არ დათმო, ვიტყვი რომ ესე იგი ეს არის ისეთი რაღაცა მონოლითი, რომელიც ესე იგი ასირიის იმპერია დაემხო, ბაბილონის იმპერია დაემხო, საბჭოთა კავშირი დაემხო, მაგრამ ბიძინა ვერ და აგერ პუტინი ემხობა ჩვენ თვალწინ, მაგრამ აი ბიძინა ვერ ემხობა. ამის მე არ მჯერა, მაგრამ დავანებოთ თავი რისი მჯერა. პირველი და მთავარი არის როგორი ტიპის ზეწოლას ვახდებ. ეხლა ამას აქ გვიჭირს ყველაზე მეტად. ჩვენ გამარჯვებისთვის, რა თქმა უნდა,
გვჭირდება რომ მივიდეთ არჩევნებამდე. ანუ ჩვენ გვჭირდება ზეწოლა, რომელიც მოიტანს ამ ზედაში შეიძლება რევოლუციაც მოხდეს, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია. შეიძლება მოხდეს ისეთი ტიპის ზეწოლა, რომ მან თავად აირიდოს რევოლუცია და დათმოს თვითონ. შეიძლება შერედა გარე ზეწოლა მოხდეს, რომ აქეთ შეგვეხვეწოს, ან შეიძლება საერთოდ გაიქცეს. ეს სცენარი ზუსტად არავინ არ იცის. ერთადერთი ვიცით, რომ ზეწოლით რომელიღაცა ფორმით ამას დავათმობინებთ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ხალხმა ეხლა რა იცის მაგალითად, ხალხს უარი არ უთქვამ ზეწოლაზე, მაგრამ ხალხმა არ იცის რაზე მოახდინოს ეს ზეწოლა. კი ბატონო, გეუბნება გამოვალ, ვიბრძოლებ, მაგრამ აი მითხარი შენ პოლიტიკოსო, რაზე ვკონცენტრირდე მე? რომელ ერთ ჯერზე? მაგალითად მხოლოდ იმაზე, რომ თქვა 300-ო დავწერო, კი ბატონო, ვიღაცა ამაზე მოგხულა, მაგრამ ამით სისტემას ვერ დავასრულებ. დაუმორჩილებლობას გავაკეთებ, სისტემას მაგრამ ვერ დავასრულებ. ამიტომ მოდი მითხარი მე პოლიტიკური გზა. და აი ამ პოლიტიკურ გზაში ვხედავ მე ბატონი ვიქტორის წინადადებას, რომელიც არ არის ინოვატორული და ძალიან ახალი, მაგრამ დროულია ჩემი აზრით და სწორად არის ფორმულირებული. აქ არის საუბარი, მოდით ყველა კონცენტრირდეთ ზოგადად ბრძოლა, კი, ზოგადად ბრძოლა თქვა, ელენე ხორშტარია უფრო დაუმორჩილებელი იქნება, ვიღაცა უფრო რბილი იქნება, ეს კი ბატონო, მაგრამ ყველა რბილი ხარ დაუმორჩილებელი თუ როგორი, აბსოლუტურად ყველა კონცენტრირდეთ ერთ კონკრეტულ ამოცანაზე. რომ ჩვენ თუ მას დავანთმობთ 6 იქნება თუ 5 რაციონალურ აბსოლუტურად უცხოელებისთვის გასაგებს და ხალხისთვის კარგად ასახსნელ პუნქტებს შეიძლება რომ ემიგრაციის გარეშე არ შეიძლება რომ არჩევნები ეწოდოს, დამკვირვებლის გარეშე არ შეიძლება რომ არჩევნები ეწოდოს, პოლიტპატიმრებით არ შეიძლება რომ არჩევნები ეწოდოს. აი ესეთ საბაზო რაღაცებზე კონცენტრირდეთ და თქვათ რომ აი ამაზე ვახდენთ ახლა ჩვენ ყველა ერთად ზეწოლას. ანუ მიხვდით ხო რომ ზეწოლის ერთელს ასრულებთ ყველანი ერთად ძალიან მკაფიოდ. დღეს ოპოზიცია არ არის ამ ზეწოლის წერტილში ერთიანი. კი ჩვენ ზოგადად მოთხოვნები გვაქვს საერთო და კიდევ კარგი რომ ალცას და ბამხრივ არა ვართ, მაგრამ მოქმედებებში ვართ ალცას და ბალცას. მიუხედავად იმისა რომ მე თავად ვიყავი ალიანსის მომხრედ, ბევრი სხვა გაერთიანების გულშემატკივარი, ჯერ არც ერთი გაერთიანება, არც ერთი პარტია ჩემის დამადობით, არც ერთი სხვა დავანებოთ თავი უკეთესი უარესი, არც ერთი არა ვართ იმ მდგომარეობაში, სადაც იმალურ კონცენტრირებულ ზეწოლას ვახდენთ. მე ვამბობ რომ აი ეს წერტილი უბრალოდ ბატონმა ვიქტორმა ეს კარგად ჩამოაყალიბა და როგორც ტაქტიკა ძალიან გავინახე, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ზოგადად და კონკრეტულად რომ აი ამ 6 რამე დათმე. და თუ ჩვენ ყველა პოლიტიკური პარტია ამაში გავესტიანდებით, დადგება მეორე ეტაპი. ანუ პირველი ეტაპი ყველა პოლიტიკური პარტია ვამბობთ, მიუხედავად იმისა, თუ ჯერ დათმოს თუ არა, ჯერ არჩევნების ანუ ვამბობთ, რომ აი აქ ვცადოთ ჩვენი ზეწოლის მაქსიმუმი. თქვათ იძახის ვიღაც მე მაინც შევალ ყველა არჩევნებში. კი ბატონო, შედი. მე კი ბატონო, ვერ თანხმდებით ამაზე, მაგრამ ხო ვერ იტყვის რომ მე არ მინდა თავისუფალი არჩევნები და სამართლიანი. ხო იტყვის მე არ მინდა ამ 6 პუნქტის შესრულება. ხო ამას ვერ იტყვის. მე ხო ვერ ვიტყვი რომ მე არ მჯერა რომ დათმობს. მჯერა თუ არ მჯერა მე ყველაფერს გავაკეთებ და დათმოს. მოდით გადავდოთ ახლა განსხვავებები და კონცენტრირდეთ ამაზე. აი ამ პუნქტებზე ალიანსი შეებულია 6 იქნება 5 თუ 7 ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ყველა პარტიამ თქვათ რომ აი ეს 6 არის ახლა რაზე ჩვენ ყველა კონცენტრირდებით. დღეს ხალხისთვის ეს 6 პუნქტი არის აბსოლუტურად ტექნიკური 6-ია თუ არ 6 დავანებოს თავი. ეს საკითხი რომ პოლიტიკურ სამართლიან არჩევნებს უნდა მივახციოთ, არის ერთის მხრივ ძალიან ტექნიკური საკითხია, საერთოდ არ ისმით ეს რას ნიშნავს, ან მეორე არის უბრალოდ პოლიტიკური ლოზუნგი, რომელიც მათ გულს არ ეხება, საერთოდ ვერ ხედავენ ეს რაღაც თავისუფალი არჩევნება, როგორ მიგიხარ და არის გამოსავალი ამ კრიზისიდან. რადგან ჩვენ არ ვიტყობთ და მართლა ერთადერთი გამოსავალი არის აი ამ სამართლიანი არჩევნების ჩატარება ან მშვიდობიანი რევოლუცია, ჩვენ ამ ხალხს აი ეს უნდა ავუხსნათ, რომ ხალხო ყველა ჩვენი პრობლემა იქნება ეს კულტურის სფეროდან დაწყებული, არ ვიცი მე გზის გაუყვანლობა, სიტყვის და არის მოხატება თუ სხვადასხვა ყველა ჩვენი პრობლემა აბსოლუტურად გადაიჭრება ერთადერთ შემთხვევაში თუ ჩვენ შევძლებთ რომ პოლიტიკურ წესებზე, ანუ სამართლიან არჩევნებზე შევთანხმდეთ და თქვენ დაგიბრუნდეთ გადაწყვეტილების მიღება. ანუ საზოგადოებისთვის მთელი ოპოზიცია ჩამოყალიბდა უკვე ერთ გზაზე. ერთ და მეორეს და მესამეს კი არ მეუნება და კიდე ზემოდან ერთმანეთში რომ აი შენ ცუდო და არა შენ უფრო ცუდო. ეს კი არ მესმის. მე მესმის რომ აი ხალხო მოსავალი მართლა რეალურად ამ ქვეყანაში არის ის რომ
წესებზე შევთანხმდეთ. შეიძლება ცემატყებით ქვეყანაში მიდიოდეს მოვლენები, არ შეიძლება ხალხს დაუბრუნოთ აზრის გამოხატვის და გადაწყვეტილების მიღების ნება, აი ამ წესებზე შევთანხმდეთ და მაშინ უკვე ეს იქნება გამოსავალი, რომელსაც ხალხმა თქვენ გადაწყვეტს საკამათლიან არჩევნებში. აი ეს საკითხი კიდევ ცალკე გამოყო, ბევრს საუბრობს ამ პასუხებში ვიქტორ ყიფიანის ინიციატივასთან დაკავშირებით. ელენე ხოშტარია, მან ისიც დაწერა Facebook-ზე, რომ მხარს უჭერდა და აბსოლუტურად იზიარებდა ამ ინიციატივას და დაწერა ისიც, რომ ვიქტორ ყიფიანის ინიციატივა გავიგე არა ბიძინა ივანიშვილთან დიალოგის დაწყებად, არამედ ოპოზიციის კონსოლიდაციის და აქტიური მოქმედების დაწყების აუცილებლობად ივანიშვილზე სისტემური ზეწოლის გზითო და ჩვენი შემდეგი კითხვა შეეხებოდა სწორედ ამ თემას, ანუ აი ამ რეალობაში რამდენად არსებობს შანსი, რომ სისტემური ზეწოლით გახდება იძულებული ივანიშვილი ამ ქვეყანაში ჩაინიშნოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მარტივად რატომ მოჭრის ივანიშვილი იმ ტოტს, რომელზეც ზის, რატომ დათმობს მიტაცებულ არჩევნებს, ან როგორ დათმობს, რატომ დაუჯდება საერთოდ დიალოგზე ოპოზიციას, რასაც ეს ინიციატივა ეხებოდა, აი ამ რეალობაში, როდესაც თქვა გარანტირებული აქვს მას ამ საარჩევნო სისტემით საკუთარი ხმები. რა სისტემური ზეწოლა შეიძლება გახდეს შედეგის მომტანი ბიძინა ივანიშვილზე, შეგიძლია თუ არა აგვიხსნა უფრო მეტი, ვკითხეთ ელენეს. და ვკითხეთ ისიც, რომ მისგან განსხვავებით ძირითადი ოპოზიციური პარტიებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჯერ საქართველოს ლიდერის ეს ინიციატივა, სხვებმა გაიგეს ეს ინიციატივა როგორც ივანიშვილთან დიალოგის გარდაუვალობა. და ეს აღმოჩნდა მათთვის მიუღებელი და ელენეს ვეკითხებით ჩვენ ამ კითხვებში, თუ ესაუბრეს შენს პარტნიორებს, თუ შეძელი დაგერწმუნებინა პირველ რიგში საკუთარი კოალიცია, რომ დაიწყოს სამუშაო კონსულტაციები ჯერ საქართველოსთან ამ პროცესის დასაწყებად. მჭირდება თავისუფალი არჩევნები, მაგრამ არ ვეუბნებით ამ ხალხს, რომ ყველაზე მეტად რა გვჭირდება, რომ გამოვიდე მდგომარეობიდან. არ ვეუბნებით, როგორია ეს თავისუფალი არჩევნები. არ ვეუბნებით, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. არ ვეუბნებით, რომ მე ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ მივაღწიო თავისუფალ სამართლიან არჩევნებს. არც იმას ვეუბნებით, რომ დასავლეთთან შეთანხმებული ვარ, რომ მოდით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მივაღწიო თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ასეთი ერთხმოვანება და ასეთი მიზანმიმართული გზა ჩვენი ბრძოლის ჩვენ ხალხისთვის არ გვიჩვენებია. და როგორც კი ამას ვაჩვენებთ, რომ დიახ, ჩვენ ვართ ამის გარშემო გაერთიანებული და ეს უნდა დაიწყოს კამპანია, არა ისეთი, რომ უბრალოდ აქცია, ვთქვათ, ზეგ. ამაზე რა თქმა უნდა აქციების გარეშე პარტია არ ბუნებრივი აქცია იქნება, მაგრამ აქციამდე ეს უნდა გავაჩინოთ ხალხში მუშაობით, სიარულით, მობილური ჯგუფებით, სოციალური მედიით, ფიზიკური კომუნიკაციით, სატელევიზიო კომუნიკაციით, ახსნით, უნდა გავაჩინოთ განცდა, რომ აი იცით როგორი განცდა, რომ აი უბრალოდ სახლზე მოუნდეს ადამიანს, რომ აი ვერ მოვდივარ აქციაზე, მაგრამ გადმოვფენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ანუ ის ჩვენ ცნობიერებაში მართლა უნდა დაიჭეროს ხალხმა, რომ არის მართლა გამოსავალი და ჩვენ ამაში არ უნდა მოვატყუოთ და კარგად უნდა დავხანერგე, რომ მართლა ეს დაიჭერონ და როდესაც ეს გახდება მართლა საზოგადოებისაც საერთო ამოცანა, ის უკვე მიხვდება, რომ იცი რა, მე ამას ყველგან მოვიტყვა, შემოვიდა კოცი ჩემთან რესტორანში, დავანებებ მე თავს, შენ ის რატო თქვი და ეს ვეუბნები, რომ იცი რა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სანამ არ იქნება, შენ ამ ხინკალს ვერ შეჭამ, ან არ ვიცი, თუნდაც ის ხინკალი აჭამოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენი სოციალური მათ შორის ზეწოლის, სოციალური იზოლაციის, აზრის და ნების გამოხატვის ყველა ფორმა უნდა იყოს კონცენტრირებული, რომ მორჩა არ იქნება სანამ არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. აი, როდესაც ეს ამოცანა, აი ამ საზოგადოებრივი გაცნობიერების, რომ ეს არის ჩვენი ამოცანა, მივა აქედან ვფიქრობ, რომ ამას ძალიან დიდი დრო არ დაჭირდება, მე ვფიქრობ, რომ შემოდგომისთვის ეს ასე იქნება, შემოშუისთვის. ჩვენ უკვე, რა თქმა უნდა, მე ამას ვხედავ, მე ახლა მქონია ამაზე კონსულტაცია, და მოვიწვიოთ აქცია, სადაც ხალხი თოლიდება, რომ ძალიან კაფეო ამოცანით მივდივარ მე აქ. ამ ფონზე, როდესაც დეგრადირებულია პოლიცია, დემორალიზებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, გავიხსენოთ რა დღეში ჩავარდნენ, ეს არის მათ შორის იმ ძალადობის მერე, რომელიც თავად ჩაიდინეს. იმ ძალადობამ ჩვენ ძალიან ცუდი რამე გვიქნა, ისინი დაანგრიეს. ამიტომ არ არის ასე მარტივი რომ შევიკრიბებით, დავიშლებით, არა, როდესაც ეს იქნება რეალური ტალღა. შინ ეს იქნება ისე ძოლა, რომ ვიტყვით, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, პოლიტიკოსებმა ყველაფერი გავაკეთეთ, ხალხს ყველაფერი გავუხსენით, ხალხმა ეს დაიჭერა, ხალხმა ეს მოითხოვა ყველგან, სახში, ქუჩაში, მაღაზიაში
სტუდიაში, რესტორანში, არ ვიცი მე დაბადების დღეზე ქორწილში, გასვენებაში ყველგან ამას ითხოვს ყველა. გამოვედით ყველანი ერთად, აი ეს იქნება კულმინაცია. ამის პარალელურად ჩვენ უნდა ჩვენ პარტნიორებს უთხრათ, იცით რა მეგობრებო? პოზიცია მთლიანად. ხალხი, რომელსაც იჭერენ ცემენ და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ გამოვიდა 300,000, ვიცით რა უნდა გაკეთდეთ. ჩვენ არ გთხოვთ თქვენ 10 დრონებს და არ გთხოვთ ელემენტარულ რამეს. აი ეს 5 პუნქტი თუ რამდენიც იქნება დაგწყობთ. ეს იქნება კონცენტრირებული ზეწოლა აქ 300,000 ადამიანი, პარალელურად იქიდან ყველას ეცოდინება, რომ აი ამ კულმინაციამდე მივდივართ და მე ვფიქრობ, ეს იქნება ის მომენტი, როცა ჩვენ ვიცით, რომ სამივე შემთხვევაში პოლიტიკური სპექტრის, საერთაშორისო თანამეგობრობის და ხალხის მაქსიმუმი გვეცოდინება, რომ ამისთვის გავაკეთებთ. აი ასე დავინახე ბატონი ვიქტორის მათ შორის ეს ზიადები, რომელსაც პარალელურად მეც ნამდვილად ვფიქრობთ. ეხლა ორი დამატება მინდა გავაკეთო თუ შეიძლება. ერთი ეს არის დიალოგი. იყო არტიკულირებული თავიდან, მე იყო გასწორებული, მე ძალიან ყურადღებით უსმენდი, არაერთხელ მოусმინე, არაერთ სპიკერს მოусმინე მისი პარტიდან, მასაც მოусმინე რამდენიმეჯერ. თავიდან იყო ეს დაბეჭდილება თითქოს დიალოგს თავაზობს ბიძინასთან, რაც რა თქმა უნდა, ეხლა დღეს დიალოგი კაპიტულაცია ჩვეულებრივი, მაგრამ მე ძალიან მკაფიოდ ახსნა, რომ ეს გულისხმობს ამ ფორმით ეძახის. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ ზეწოლის კონსოლიდაციას როცა გავაკეთებთ, მე მომწევს ბიძინას დაჯდომა და დათმობა. ანუ მე ახლა რაც მოვყევი მათ შორის ეტაპებად ხო? ბატონ ვიქტორ შეიძლება მეტად აქვს წარმოდგენა, რომ ბიძინას რაციონალიზმზე ან პრაგმატიზმზე რო ის დათმობს და აქ ვერავინ ვერ ვიწყოთ რომელი ვართ მართალი, როგორ იქნება მნიშვნელობა არ აქვს. ორივე თანხმდებით, რომ ზეწოლის შედეგად იმას მოუწევს. ჭკუით მოუწევს, შიშით მოუწევს, მნიშვნელობა არ აქვს. და მოუწევს დაჯდომა. ამიტომ მან დიალოგი გულისხმობს, რომ საბოლოო ჯამში ზეწოლის შედეგად იმას მოუწევს და აი ამ დიალოგზე რა თქმა უნდა ხა რუსეთი პუტინი და ზელენსკი ჭდებიან უბრალოდ მთელი დრო იხარჯება როდის და რა პირობებში დასხდებიან ამაზე და რომელი ლაპარაკობს ძალის პოზიციიდან ხო ამიტომ მე გაუგებრობას ვარ ხედავ პირდაპირ გეტყვით რომ მე საკითხი მასთან გავარკვიე როგორც კი მოусმინე მე მას დავუკავშირდი აქედან დავაზუსტე ერთი ნამდვილად აპრისე მას კარგად და ამიტომ გავეცანი დავაზუსტე ეს საკითხი ხომ მართალი ვარ, ხომ არ მეშლება დიალოგში ხომ ამას გულისხმობს და არა ეხლავე ბიზნესთან დაჯდა. აბსოლუტური ურთიერთგაგება მივიღეთ ერთმანეთისგან და მე დავინახე ეს პოლიტიკური პროცესი. რომელ პარტიას რა არგუმენტი უნდა ქონდეს, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს. ეხლა მეორე და ბოლო საკითხი უბრალოდ ამ თემაზე. დობის საკითხი, ვაიმე ეგ ბიზნეს კაცია, ეგ ბიზნესთან მუშაობს და ზოგადად მოდით შევთანხმდეთ, რომ ჩვენ პოლიტიკოსების მიმართ ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო დობის დეფიციტი გვაქვს სერიოზული. ვინც გინდათ ვერ მეტყვით ერთ პოლიტიკოს, რომელსაც არა კითხვის ნიშნები. ეს ზოგი სამართლიანი, ზოგი სამართლო რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ყველას გვაქვს დობის დეფიციტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა უნდა დავფიქრდეთ. ეხლა არ გაარი. რომ მე რომ ვუყურებ პოლიტიკოს, მე მასში უნდა ვეძებო, აბა რაში გამოვიჭირო ახლა და რაში ვაჩვენო, რომ მე უფრო კაი ტიპი ვარ ვიდრე ეხლა მე არ ვიცი, ვის მენდოდა, ვის არა, მე განსჭი მას მოქმედებებით. მე არავის ცოლად არ მივყვარ, ესთან ჯვარს არ ვიცერ, არც არავის არ უერთიანდები და ასე შემდეგ. აქ არის ლაპარაკი, რომ ამ კონკრეტულ ბიჭზე, რომელსაც ის საუბრობს, რომ მას არ უნდა ხარხში მონაწილეობის მიღება და უნდა ბრძოლა, რომ სამართლიან არჩევნებს მივახცეთ. პირიქით, ხედავ ძალიან საღ და მებრძოლ პოზიციას. აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი მე ამ ეტაპზე მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, მათ შორის ხალხიდან გამომდინარე, ვინც მასთან არის, არანაირი რეალური არგუმენტი, რომ მე ჩემთვის იმდენი თავხედობა, რომ ჩემი ეჭვები ვინმეს მოვახვიო თავზე. და ვითარებაში, სადაც ჩვენ გვჭირდება ხიდები ავაგმანეთთან, ვითარებაში, სადაც ადამიანები წამობენ ფსიქიკურ ტერორში ოცნების მხრიდან და მე აქ დავჯდა ეხლა და ვიჭორაო, რომ იცით და ეგ ადვოკატი იყო. არავითარ შემთხვევაში ხალხს შეუძლია ყველანაირი კითხვა დასვას, მე როგორც პოლიტიკოს ამის უფლება რომ ვიჭორაო არ მაქვს, საბუთი ხელში არ მიჭირავს და საზღვაო მხოლოდ კონკრეტული ნაბიჯი და კონკრეტული შეფასებით. შევწდები აუცილებლად გამოვალ და ვიტყვი.
მოკლედ არ გამოვა ესე აღმოჩნდება რა არ ყოფილა ასე არ შემსთარვართ პირველი ვარ როდესაც რაღაცას ვცდილობ თუ არა არის ნამდვილად პირველი შემთხვევა როდესაც მე აქტიურად მინდა მონაწილეობა მივიღო ამ რაღაცა ინტეგრაციულ პროცესებში ალიანსის მიმაჩნდა სახელი მე არ ვიცოდი ჩემი იდეა არ ყოფილა მაგრამ ეს ინტეგრაციული პროცესი მნიშვნელოვანი მიმაჩნდა და ეხლა მნიშვნელოვნად მიმაჩნია კარგია რომ შეიქმნა კი საკმარისი არა შეიქმნა არა ეს ის ალიანსის ერთობა არის რაც საკმარისია ბრძოლისთვის არავითარ შემთხვევაში მეტიც შეიძლება იმედიც კი გაუწროა გარკვეულწილად ხალხს და მე ამაზე პასუხისმგებლობას ვგრძნობ რომ რა კიდე ერთი ინტეგრაციული პროცესი და ბოლომდე ის მას არ აკეთებს რაც საჭიროა ვინმე დადანაშაულებას ვაპირებ არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ რასაც ახერხებენ ესეც ძალიან კარგია აკრიტიკებას კი ამაზე ჩვენ ყველა ერთად მუშაობთ რომ მოდი ესე ვცადოთ მოდი ისე ვცადოთ და როდესაც ხედავ რომ მოდის ახალი პარტია მე ამ ხალხს ესე კარგად არ ვიცნობ მოდის და ამბობს საღარს მე რა უფლება მაქვს საერთოდ აი რა აზრების მატარებელი უნდა ვიყო რომ ჩასაფრებული ვიჯდე და ვიპოვო ცუდი რა ვთქვა იმაზე როდესაც ადამიანი საღ რაღაცას ამბობს ამიტომ მე ყველანაირი კითხვის მომხრე ვარ საზების მხრიდან კატეგორიული წინააღმდეგი ვარ დაუსაბუთებელი შრეშელების თეორიებით მაინც საუბრის კატეგორიული არ გვაქვს ამის უფლება უბრალოდ აბსოლუტურად მომხრე ვარ ღია კითხვების დასმის მაგრამ ყველაზე მთავარია რომ იქ სადაც შეგვიძლია ავაგოთ არ უნდა მოვჭრათ თითქოს პირიქით უნდა ავაგოთ და ვიმუშაოთ ხოლო ჩვენი გზა არის ძალიან ყოფიო პირველი წინაზე მაქსიმალური ზეწოლისთვის პოლიტიკური კონსოლიდაცია რომელიც ხალხში მეც გააჩენს ხალხისთვის ამ ამოცანის პოლიტიკური დღესდღეობის გაცნობა და მარტივი თავისუფლება ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა შესაბამისად ხალხთან აი ამ ინტეგრაციული პროცესის დაწყება ეხლავე ვამბობ მე შემოდგომისთვის მე ამ კამპანიის შედეგად მაქსიმალური რაც შორის ქუჩით ზეწოლა ჩვენი პარტნიორების მაქსიმალური კონცენტრაცია აი ამ ჩვენ ამოცანებზე და ეს იქნება ის სადაც ჩემი აზრით პოლიტიკურ ვითარებაშიც რაშიც რუსები იმყოფებიან ეს რეჟიმი აუცილებლად გატყდება მე თან ახლა საუბრობ მხოლოდ იმ რაღაცებზე რაც არის ჩვენზე დამოკიდებული უამრავი რამე როდესაც ჩვენ ყველა ვართ მოქმედებაში როდესაც ყველა ერთმანეთს ვაძლიერებთ როდესაც ვართ სოლიდარული როცა პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს როცა პოლიტიკური პარტიები ერთად დადიან როდესაც ადამიანები ერთმანეთის გამოცდიხეში მიდიან როდესაც არის მოქმედება ჩვენ ყოველთვის გვეწევა მე ახლა ასე ვთქვათ ქარი და ეს იყო ხან BBC-ის ფილმი კიდე უამრავი რამე იქნება ახლა დღეს მაგალითად ხან მეუყურებდი კონგრესმა მიიღო უმკაცრესი სანქციათა პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ რომელიც პირდაპირ მოვა საქართველოს იმიტომ რომ პირდაპირ ეხება ამათ ციბინძურებს მათ ჩვენ ხედავთ რომ რუსეთი მარცხდება ამიტომ აუცილებლად ბევრი ფაქტორი დაგვეხმარება მაგრამ არაფერი არ დაგვეხმარება თუ ჩვენ საშინაო დავალებას არ გავაკეთებთ და ეს საშინაო დავალება არის დღეს კონსოლიდაცია ზეწოლა და სისტემის ჩამოშლა